ახალი სკანდალი RMG ჯგუფის გარშემო. გარემოსაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ საწარმო ქიმიური ნივთიერებები დაბინძურებულ წყალს პირდაპირ უშვებდა მდინარეში. მდინარე მაშავერაზე თევზების დახოცვის ფაქტი დაფიქსირდა. უწყებით ცნობით, წყლის ობიექტში დამაბინძურებულ ნივთიერებათა განსაზღვრის მიზნით მდინარე მაშავერაზე და მდინარე კაზრეთულაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად სინჯების აღებას ახორციელებენ. როგორც სამინისტროში ამბობენ, წყლის დაბინძურება სწორედ RMG კომპანიის კუთვნილი საწარმოდან მოხდა. მდგომარეობა მივიდა, რომ იქამდე რომ გამოიქცა ეს შხამი და მოიწამლა მდინარე. ამით ირწყვება ვენახები, ბაღები და მერე იმას ყველა ჩვენთაგანი მივირთმეთ. ჩვენ ვარაუდობდით, რომ ამის მაღალი რისკი არსებობდა, სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც ველოდით, რომ მოხდებოდა. ავარიის ლიკვიდაცია მოხერხდა, ერთ-ერთი საკვალთიდან არის გასული წყალი, ღამე, მთელი ღამე იღვრებოდა, ეხლა გააკეთებენ ჩაზრომობას, ასე ვთქვათ, რა რაოდენობის წყალი გავიდა. დადასტურდა, რომ ეს ფაქტი გამოწვეულია RMG კოპერის კუთვნილი გამამდიდრებელი საწარმოდან ავარიული ჩაშვების შედეგად. იქ მოხდა დათვალიერება ტერიტორიაზე და ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ შესაბამისი სინჯები იქნა აღებული, რომ დადგინდეს დამაბინძურებულ ნივთიერებათა ფაქტობრივი კონცენტრაცია.